გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. ჩემი მიმების მოყვარულ community-ის მოვანატრე მიმების განხილვა. ჩვენ ჯგუფში ძალიან ბევრი მიმი იდება, თქვენ შეგიძლიათ შემოხვიდეთ და გამოგზავნოთ უკვე 94000 ადამიანია. მიმები 160+2-ში. და თან გავიგებთ რა თემები აინტერესებს ჩვენს ქვეყანაში ხალხს. ეს თემები არის მიმებში გამოხატული. 1 ხვარი, 2 ხვარი, 3 ხვარი და დაეძინან გელს. ბავშვებს რომელნებიან ძილის წინ გონებაში ცხრები დაითვალე და ჩაგეძინებაო, აი ეგრე ჩაეძინან გელს. ამდენი ლაიქი იქნება ამ ვიდეოს. 1 ლაიქი, 2 ლაიქი, 3 ლაიქი, 4 ლაიქი. თუ ეს ვიდეო ავა 5500 ლაიქზე, შემდეგი მიმების ვიდეოს დავდებ უმალვე. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, თავს მივანებებ, როგორც კი ეს ვიდეო 5500 ლაიქზე ავა და ეგრევე ახალი მიმების ვიდეოს გადავიდებ. When თამადა hands over კანცი, you but your answer him mankind war. თამადი სიტყვები შეაჩერე. მაგრამ თამანდა გეუბნება ამ დროს დატოვე და ტაქსით წადი. ეს რა რებუსა მიმია? რას ნიშნავს სახაურობა? მამიო, ლიმონს ფრთები აქვსო? არაო, აბა, ისევ თუთიყუში ჩავჭერი ჩაიშიო. მამიო, ლიმონს ფრთები აქო? არა, შვილო, რა ფრთები აქ ლიმო? მე მგონი თუთიყუში ჩავჭერი ჩაიში. ეს ნახეთ რა სიგიჟია. მუშაობა რაღაცა წნეხის ქვეშ და ჩრდილოკორეელი კაცია, როგორ მოწოდინებულია ნახეთ, რომელიც კომპიუტერში რაღაცას აკეთებს, ეს ჩრდილოკორეის დიქტატორი უყურებს, საუკან გენერლები არიან, რომლებიც ფურცელზე ინიშნავენ რაღაცას. რას ნახულობს ეს ადამიანი კომპიუტერში ისეც, რომ ესენი 4-ვე ფურცელში ინიშნავენ. ამე ფაილს რო ვერ პოულობს, ან Windows-ი რო უჭედავს. ძალიან ცუდი იქნება. ეს არის რაღაც გერმანულენოვანია, ალბათ, რესტორანი, რომელსაც ქვია ტრაკი. უცხოეთში რომ მისეირნობს შენთვის და რესტორანი რო ხდება ასეთ სახელით. Nice. დუბაის შაურმა. ეს დუბაის შოკოლადი როგორ მოდაშია, ბოლო თვეებია. მეგონა რომ გადავამოდიდან, მაგრამ არ გადადის, სულ უფრო იზრდება და თუ ვინმე ადამიანი არსებობს, ყველა დუბაის შოკოლადზე ლაპარაკობს და იღებს ვიდეოებს. რომლის შიგთავსით ერთი შეხედვით მოგაგონებთ ჯონჯოლს. თითქოს ეს შოკოლადში შადებულია ჯონჯოლი ან დოშირაკი. აქ შაურმაზე გააკეთეს მიმი, როგორც ჩანს. მაგრამ ეს ვიდეო ხო უნდა ავიდეს 5500 ლაიქს. ვინც უყურებს ახლა ხო უნდა დაალაიქოთ. მოდით ახლა მე გასვიდო, ვიცი? გამოვიძრეთ დუბაის შოკოლადს. სანამ ამ ვიდეოს დავასრულებ, მანამდე ალბათ მოიტანეთ და დავაგემოვნებ ვიდეოს ბოლოს. დუბაის შოკოლადი არ არის, ყველგან ამოწურულია და ერთ ადგილზე ვიპოვე დუბაის ნამცხვარი. დუბაის ნამცხვარი აღარ არის. გამოვიძახეთ დუბაის ნამცხვარი და სანამ მიმების განხილვას მოვშებით, მანამდე მოიტანეთ და ვიდეოს ბოლოს დავაგემოვნოთ. მეც მაინტერესებს შოკოლადში მოქცეული ჯონჯოლი როგორი გემოს მატარებელი იქნება. ვაუ, რა მაგარი და საყვარელი სეტაპია. გულებიანი ჭიქით, სვავს რაღაც ძიან ყავას ან კაკაოს, კაჭაპური და 2 შემწვარი ხინკალი. ჩემი ვიდეოს ფონზე. მადლობა. ესეთი კარგი ფოტოსთვის. ვაუ, Squid Game-დან ეს თოჯინა გოგონა და სუპერ პოზიციაში მყოფი ფოტონი. ჩემი ვიდეო ნახი გაქვთ რა არის სინათლე. თუ ამ მიმს ვერ მივხვდით, უნდა უყუროთ ჩემს ვიდეოს რა არის სინათლე და შემდეგ მივხვდებით ამ მიმს. არავინ, ჰიტა მისი ვიდეოს thumbnail-ებში. ეს იუთუბერული ხრიკია, ერთგვარი. აი ესეთი ემოციებს გავაკეთებ ახლა და შემდეგ ამ ვიდეოდან დავსკრინავ და დავაყენებ thumbnail-ს. დუბაის შოკოლადი, დუბაის ნამცხვარი. ემოციური ადამიანი რო არ ვარ, ემოციის გამომჟღავნებული მიმიკაც სული გასაკეთებელია ჩემთვის. და რა, გავს ეს კაცი? აგერ კიდე მიყურებს ერთი ადამიანი და დილატორი უბერავს და თან უყურებს ჩემს ვიდეოს და ეს ხაჭაპური აქ თან ისე გამოიყურება. ასეთ ფოტოებშიც მიგზავნით. ჭამის დროს როგორ უყურებ ჩემს ვიდეოს. თუ ახლაც მართლა ჭამთ, შეგარგოთ გემრიელად მივიდით. და რა არიცით, ძალიან საინტერესოა. ზოგი იღებს ესე რაღაც ძალიან მოწესრიგებულად. გაფორმებით არის საჭმელი და ლამაზი ფოტოები და ესთეტიკური გამოდის. ზოგი ისე ჭამს და შუა ჭამის დროს ახსენდება, რომ ფოტო უნდა გადაიღოს და ეგეთია. სადღაც ხაჭაპურის 2/3 შეჭამა და შემდეგ გაახსენდა, რომ ფოტო გადაიღო. არავინ, ქართველები ევროპაში. ალბათ ჩემზე ფიქრობს. იმ ხემდე ამ მანქანას თუ ვერ მივასწრებ, მოგდები. ვა, ის კარგი მიმია. მეც რომ დავარბოდი ხოლმე ქუჩაში. სულ ასეთი ჩელენჯები მოდის თავში. იმ ხემდე იმ მანქანას თუ მივასწრებ, იმ ქუჩამდე თუ მივირბენ შეუსვენებლად და ეგეთი რაღაცები. ორბენალი ადამიანები კარგად მიხვდებით. მე ველოდები როდის გამოაცხადებს ჰიტა ზიგზაგის გამარჯვებულებს. ვაიმე, ზიგზაგის გამარჯვებულების გამოცხადება დამავიწყდა. არდა ჩვენმა გამარჯვებულებმა უკვე აიღეს პრიზები და ძალიან კმაყოფილი არიან მგონი. ახლა გამოვაცხადებ რა უჭირს. ვიდეოებიც გადაიღო ზიგზაგმა ჩვენს გამარჯვებულებზე და გაჩვენებთ. ვაცხადებთ ზიგზაგის გამარჯვებულებს. ჩვენი მიმების კამპანიაში ვინც ყველაზე კრეატიული მიმები გააკეთა, ერთ-ერთი არის ეს ბიჭი, რომელსაც მოიგო სკუტერი. ამ მიმმა მოიგო ყველაზე მეტი ლაიქით. ასევე JBL-ის დამიგები გადაეცა ამ ვიშს.
ზიგზაგს მივიღე საჩუქარი და მადლობა ყველაფერს. უღრმესი მადლობა ზიგზაგს და ჰიტას. აი ჩვენი გამარჯვებულები. გამარჯვებულების გამოცხადება რომ დავიწყე და მიმებით რომ შემახსენეთ. ძალიან ჯიგრები ხართ. თემო 12 წლის 160+. ჰიტა ბოდიში კარგად რომ ვერ დაგხატე. ჯიგარი ხარ. ძალიან მაგარი ნახატია. რო გევასება ხატვა ბევრი ხატი და ყოველი ნახატი უკეთესი გამოგივა ვიდრე წინა. შვილო სუპრა გიყიდე. მართლა? კი, სუპრა. მასკარა სხვა სუპრა უფრო გავხარდებოდა შვილს. თუ. როდესაც შენმა ერახში ნაკიდმა საათმა უკუღმა დაიწყო დათვლა. ეს კი არის ჩვენი ვიდეო სპონსორი ნატახტარი. ინფლუენსერი მოვიგავაგითოთ. ახლა ჩემ სტილში ერთი ხელით გავხსნათ. მადლობა ნატახტარს იმისთვის რომ მეც და კიდევ ბევრ ქართველ იუთუბერს ემეგობრება და ხარში უდგას. ვაუ, აქ ჩემს ვიდეოს უყურებენ, მაგრამ ეს ავტობუსია ნეტა? ავტობუსში მიყურებენ. მადლობა. ჩვენი დუბაის დამცვარი ჯერ არ მოსულა, მაგრამ მალე მოვა. მიმები ზიგზაგზე, ჰიტარტები. ჰიტარტებს აღარ მიგზავნით ხოლმე. გადავიდა ალბათ მაგის ტრენდი, ხო? ახლა უკვე ცოტა ადამიანი მხატავს, მაგრამ რამდენმა ათასმა ადამიანმა დამხატა შარშან. ვიღაც, რა საშინელი გრაფიკა აქვს, რა ცუდი თამაშია და თამაში. Counter Strike 1 და 6. ამ თამაშს დღემდე თამაშობს მილიონობით ადამიანი ალბათ. მეზობელო გაჩვენებთ ხო? ხო, მეზობელო. მეზობელო. რა შვება ნეტა ჩემი TBC კაპიტალის ინვესტიციები. შევამოწმოთ. აი ჩემი პორტფელი ასე გამოიყურება. მაქვს $6 Apple-ის აქცია და $100 Google-ის აქცია. ახლა კიდე რაღაცებს ვაგვირდები და შემდეგი ვიდეოსთვის $100 კიდე რამე კომპანიის აქციას დავიმატებ ჩემს ინვესტიციების პორტფელში. სამ მე მექნება იმის საშუალება რომ მეგირჩიოთ ხოლმე რაღაცეები. ამდე თქვენ მირჩიეთ ხოლმე კომენტარებში. რომელი კომპანიის აქციები შევიძინო და შევიძენო. მინდა რომ $1000-მდე ავიდე დაახლოებით აქციების რაოდენობით, მაგრამ ცოტა ბევრ სხვადასხვა კომპანიაში მინდა მოვსინჯო და ეგრე უფრო ვისწავლი რაღაცებს. კეთესად. მოვიდა დუბაის დამცვარი 5500 ლაიქი არ დაგავიწყდეთ. ანუ გემნიელია, მაგრამ ეს რაღაც მწვანეში იქცავსი, საინტერესო სტრუქტურა აქვს. და ეს ერთი ნაჭერი ღირდა 12-იანი, ხავსინო კიდე. ჩემი აზრით ძალიან გემნიელია, მაგრამ იმხელა ჰაიპად არ ღირს, ამხელა წავს. ალბათ ეს იქნებოდა ობიექტური შეფასება. ნახვამდის.